ამინდი აირიოს არაუშავს. თავარი აიქ ოდნავ დაბლა ვარსკვლავები და ღრუბლები აირიონ, მაგრამ ზემოთ რაც თავარია უნდა იყოს მშვიდობა, უფრო მაღლა ვარსკვლავებში, სადაც უკვე ასტროლოგები აფათურებენ ხელს და შემდეგ გვაწვდიან ხოლმე ინფორმაციას. მოკლედ ასტროლოგიური რჩევების დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, ვის მოუტანს წარმატებას 9 ივნისი ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა გამოირჩიონ სიფრთხილე გადაწყვეტილებების მიღების დროს და ზოგადად რით იქნება გამორჩეული ორშაბათი დღე, ამას გვეტყვის ახლა ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა და მოусმინოთ ჩვენს. დილამშვიდობის საქართველო, დღეს 9 ივნისია, ორშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება. იდეალური დღე არის იმისთვის, რომ გადახედოთ წარსულს, მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. შესაძლოა გქონდეთ შეგრძნება, რომ დრო ჩერდება. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ხართ და თქვენი ქმედებები სწორია. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა მოაგვაროთ ძველი პრობლემები. ის კონფლიქტები, ნეგატიური სიტუაციები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ და ვერ ახერხებდით მათ მოგვარებას, დღეს თითქოს ძალიან მარტივი იქნება ნებისმიერ ნაბიჯის გადადგმა. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ და რაც დღეს დაგჭირდებათ, ეს არის თქვენი დიპლომატია. ამ შემთხვევაში მოახერხებთ იმას, რომ ენერგია ტყუილად არ გაფლანგოთ და თქვენი თითოეული ქმედება იყოს თქვენთვის წარმატების მომტანი. კურვებო, თქვენ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ დღეს შედარებით მშვიდად გაატარებთ. არ არის სასურველი ძიმე ახალი საქმეების აღება საკუთარ თავზე. კარგი იქნება თუ საღამოს გაატარებთ ოჯახის წევრებთან ერთად. ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. გარდა ამისა შეეცადეთ, რომ არ განახორციელოთ მნიშვნელოვანი შენაძენები. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუებებო, ეს თქვენი საკმაოდ საინტერესო იქნება. ახალი ინფორმაცია, სიახლეები შესაძლოა, რომ ბევრი დადებითი რამ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად თქვენი კომუნიკაციის უნარი დაგეხმარებათ იმაში, რომ ახალი კავშირები, ახალი მეგობრები შეიძინოთ და უფრო წინ წახვიდეთ თქვენი საქმიანი მიმართულებით. მოკლედ შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე სწორად გამოიყენოთ, სწორად დაგეგმეთ და მიიღეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ. კირჩხიბებისთვის დღევანდელი დღე შესაძლოა ემოციური იყოს. თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ, რომ არ დაიტვირთოთ დღე. ენდეთ თქვენს ინტუიციას და არ გარისკოთ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს მშვიდ გარემოში გაატარებთ. შეგიძლიათ რომ გახვიდეთ ბუნებაში ან დღევანდელი დღე გაატაროთ მეგობრებთან ერთად. მოკლედ, შეეცადეთ რომ განთავისუფლდეთ რუტინული საქმიანობისგან. ლომებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. მარტივად შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ სხვებს თქვენი იდეები, რადგან შესაძლოა რომ სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდეთ. მოკლედ, შეგიძლიათ იყოთ თამამები და მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ლიდერული უნარები. დღეს მარტივი იქნება თქვენთვის წარმატების მიღწევა, შესაბამისად შეეცადეთ რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც მოგეცემათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, შეეცადეთ რომ დღეს მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიჩინოთ დეტალებთან მიმართებაში. გარდა ამისა, კარგი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარებაც, თუმცა აქაც აუცილებელია ყურადღება და დაკვირვებულობა. ამასთან ერთად შეეცადეთ რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. დღეს სწორად დაგეგმეთ იმისთვის, რომ თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვისაც დაიტოვოთ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ჰარმონიული იქნება, მარტივი იქნება ნებისმიერი სახის პრობლემის გამოსწორება პარტნიორულ ურთიერთობებში. გარდა ამისა, კარგი იქნება რაიმე შემოქმედებითით რომ დაკავდეთ. მოკლედ, შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე საკუთარ თავს და თქვენს მეორე ნახევარს დაუთმოთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მეტად დადებითი ენერგიით აივსოთ და დაიმუხტოთ. მორიელებო, შესაძლოა ახალმა ინფორმაციამ ან აღმოჩენამ გავლენა მოახდინოს თქვენს გეგმებზე. იყავით ყურადღებით, თუმცა არ არის აუცილებელი რომ ზედმეტად ჩაუღრმავდეთ ყველა დეტალს. შეეცადეთ რომ ცოტა მსუბუქად შეხედოთ რაღაც გარკვეულ მოვლენებს. შეეცადეთ რომ დაინახოთ პოზიტივი, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სწორი გამოსავალი და სწორი გზა დაინახოთ. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, იდეალური დღე არის იმისთვის, რომ დაასრულოთ ყველაფერი ის, რაც გინდათ რომ წარსულში დატოვოთ. შეეცადეთ რომ ყველაფერს წერტილი დავსვათ იმისთვის, რომ გადადგათ ახალი ნაბიჯები. მარტივი იქნება დღეს რაიმე ახლის შესწავლის დაწყება. შეგეძლიათ რომ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებას დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ და ვერ იცლიდით. ან დრო არ გქონდათ ამ ყველაფრისთვის. მოკლედ, შეეცადეთ რომ ახალი ნაბიჯები გადადგათ. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. კონცენტრირდით კარიერულ საკითხებზე. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება უფროსთან სწორი კომუნიკაცია. აჩვენეთ თქვენი პროფესიონალიზმი და მზად იყავით იმისთვის, რომ აიღოთ ახალი ვალდებულებები. შესაძლოა, რომ წარმატებული ახალი ნაბიჯები გქონდეთ კარიერული მიმართულებით. მერწყულებო, თქვენი გონება დღეს საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა, რომ ახალი იდეები, ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ. შეეცადეთ, რომ სწორად დაგეგმოთ ის თუ რისი განხორციელება გინდა თუ ახლოს პერიოდში, რადგან დღეს განსაკუთრებით გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სწორად დაინახოთ და სწორად განსაზღვროთ თქვენი სამომავლო პერსპექტივები. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, დღეს განსაკუთრებით უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას. შესაძლოა, რომ მიიღოთ მინიშნებები სიზმრის სახით ან თუნდაც რაიმე ინფორმაციის კუთხით. მოკლედ, დაუჯერეთ თქვენ შინაგან ხმას, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენები გააკეთოთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.